მოგესალმებით მეგობრებო ყველას, როგორ ხართ? ბევრი ვიფიქრე ეს პოსტი გამეზიარებინა თუ არა და მე გადავწყვიტე შინაგანად, რომ კი, აუცილებელიც კი არის დღესდღეობით ასეთ თემებზე საუბარი. დაგელოდებით შემომიერთდით და გავაგრძელებ შემდეგ თემას. ოი? გაითიშე. მოგესალმებით, ვინც შემომიერთდით. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს ყველანი ერთად, მარტო მე კი არა თქვენც, დუალური სულების შეხვედრაზე და რას გვასწავლიან ისინი ჩვენ. აი ამ ფოტოზე როგორც ჩანს, ავღწეროთ ახლა ფოტოზე რას ვხედავთ. ესე იგი, ქალი, რომელსაც წაართვეს გული და მიაქვთ თან უკან არც იხედებიან ისე, ხო? და ქალი კი იმას გახურებს, სადაც მისი გული წავიდა, ხო ასეა? ეხლა მოდი ვთქვათ, ასევე არსებობენ მამაკაცებიც, რომლებიც იგივე დღეში არიან, როგორც ეს ქალბატონი ამ სურათზე და ეს არ არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ეს, რომ ქალი არის და დაზიანებული, არამედ მამაკაცებიც ხშირად არიან ხოლმე ასე დაზიანებული ქალების მიერ. მოდი, პირველ რიგში გავაცნობიეროთ ეხლა აი ამ სურათზე რა ურთიერთობა, რა ურთიერთობასთან გვაქვს საკითხი, ხო? ანუ რატომ უნდა მოხდეს მაინც და მაინც, რომ გული წაგართვან და წაიღონ, ხო? ამოგდღლიზონ და ისე წაიღონ, რომ არც გამოგხედონ უკან. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის კარმული ურთიერთობა, მეგობრებო. ეს არის დუალური სულის ურთიერთობა. კარმული ურთიერთობები სხვა რამეს გვასწავლის. თუმცა, როდესაც საქმე სწორედ აი ამ გულის წართმევაზე მიდის, ეს არის დუალური სულების ურთიერთობა. რა ხდება ამ დროს? ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ქალი დგას და გახურებს თავის გულს, ვინც წაიღო, საკითხავია, გახურებს თავის გულს თუ გახურებს მამაკაცს. ამ შემთხვევაში გახურებს მამაკაცს და არა თავის გულს. თუმცა გული ხელთ უჭირავს ის გული, რომელიც აღარ აქვს, ხო? ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან გაიგივეთ თქვენი თავი, მამაკაცებო, ამ ქალბატონთან, მარტო ქალბატონები არ არიან ხოლმე ამ ვითარებაში. ძირითადად მამაკაცები არიან ხოლმე ამ ვითარებაში. ქალები უფრო ნაკლებად არიან ხოლმე ამ ვითარებაში. ახლა გეტყვით რატომ? როდესაც მამაკაცი ან ქალბატონი ადამიანს ართმევს თავის გულს და მიაქვს ის თან და ის არის შემდეგ ამით ბედნიერი და დარწმუნებული იყავით, რომ ეს ადამიანები მართლაც ბედნიერები არიან ხოლმე, აი ამ სურათზე ამ კაცის მიხედვით, რომ ვიმსჯელოთ, ადამიანები, რომლებიც წაართმევენ სხვას გულს და თვითონ აი ამ გულით საზრდოობენ, ისინი მართლაც თავის ცხოვრების განმავლობაში ბედნიერები არიან ხოლმე და აი ამ გულით დაიარებიან ამა თუ იმ ქალბატონთან. ასევე ქალებიც, როდესაც მამაკაც გულს წაართმევენ, მიდიან და აი ამ გულის მეშვეობით და გულის სიძლიერით არიან ხოლმე ამა თუ იმ მამაკაცთან ბედნიერი. და ეხლა რა ხდება რა? რომელი სწავლობს ამ შემთხვევაში, მამაკაცი თუ ქალი? ანუ დაზარალებული თუ ის, ვინც დააზარალა? ხო, ძალიან საინტერესო კითხვა არის ეს. ამ შემთხვევაში დაზარალებული იქამდე ვერ სწავლობს, სანამ ის არ დაიბრუნებს თავის გულს, სანამ ის ჯერ კიდევ გახურებს მამაკაცს და არა თავის გულს. ამ შემთხვევაში ეს ქალბატონი დაზარალებული გახურებს მამაკაცს, რომელმაც გული წაართვა, რომელსაც პრინციპში კი არა და 100%-ით თვითონ მისცა ეს გული. ეს იმას ნიშნავს, მეგობრებო, რომ ადამიანები თავის თავში დაბალი თვითშეფასებით, რომლებიც გამოირჩევიან და რომლებსაც მართლაც თავის გულს ამოუღებენ და მისცემენ ხოლმე, ეს არის მათი სისუსტე და იქამდე იტანჯებიან, სანამ ისინი თავის ფასს, ანუ თავისი გულის ფასს არ ისწავლიან. და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ აქ სიტყვები, როდესაც იესო ქრისტე გვასწავლეს, გიყვარდეს თავი შენი, ვითარცა მოყვასი შენი. უბრალოდ გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამ შემთხვევაში
ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქალბატონს თავისი თავი არ ყვარებია. სხვა შემთხვევაში ის ამ გულს არავის არ გაატანდა. მძლივს არ მომეწონა შენი ლაპარაკია ტყავის ხელნაკეთი აქსესუარი. კი, მე როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობ, ყოველთვის ძალიან ესეთი ხმით ვსაუბრობ, იმიტომ რომ ესეთი ხმა შეეფერება ამ ვითარებას, ამ თემას. ამ ქალბატონს ორი გული აქვს, ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ მხარეს. გეორგ გურიელი, ვერ გეთანხმები ორი გული ქონდეს ადამიანს, მაგრამ მან თავისი გული გაცნობიერებულად გაატანა იმ ადამიანს, ვინც უყვარდა, ხომ? ასე გამოდის, სხვა შემთხვევაში ის თავის გულს არავის არ გაატანდა. აქ უკვე ვხედავთ, რომ ხდება იმ კანონის დარღვევა, რომელიც კანონით დაგვიტოვა ქრისტემ, რომელიც გვეუბნება, რომ თუ კიდე იცხოვრო ჭეშმარიტი ჯანსაღი ცხოვრებით, მაშინ აუცილებლად გააკეთე ის, რასაც გეტყვი. ხო და აქ ჩანს ამ სურათზე, რომ ეს არ გააკეთა ამ ქალბატონმა, არ მოусმინა ქრისტეს და თავისი გული მართლაც გაატანა იმ ადამიანს, რომელმაც ნაგლად, ესე პირდაპირ ეს სიტყვით რომ მოვიხსენოთ, ნაგლად წაიღო და შემდეგ ამითი იცხოვრა რამდენიმე წელი. როგორც კი ეს ქალბატონი დაიბრუნებს თავის გულს და მიხვდება და ჩაწვდება იმ სიღრმეს, რომ ეს ქალბატონი თუ მამაკაციც რა, ამ შემთხვევაში ამ ქალბატონის ადგილზე ვინც დგას, ჩაწვდება იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არ არის სხვა, არამედ ვართ ჩვენ თავად და საკმარისია გავიაზროთ ის, რომ ჩვენი გული გვეკუთვნის ჩვენ და არავის სხვას არ ეკუთვნის ჩვენი გული, მაშინვე ბრუნდება ეს მამაკაცი, რომელმაც ნაგლად წაიღო ეს გული და უბრუნებს ქალბატონს. რატომ? იმიტომ რომ არ არსებობს კანონზომიერება, რომელიც არის უფრო აღმატებული ვიდრე ღმერთის კანონზომიერება. როდესაც ადამიანი აცნობიერებს ღვთიურ კანონზომიერებებს, იქ ავტომატიურად ლაგდება ყველაფერი თავის ადგილზე. ავტომატიურად გიბრუნდება ყველაფერი იქ, იმ ადგილზე, სადაც შენ ერთ დროს გქონდა მოთავსებული, ანუ ამ შემთხვევაში გული. როგორ ახერხებს ქალბატონი ამას, რომ გაცნობიერდეს, ესე იგი თავის ღვთიურობაში და როგორ მოახერხებს იმას, რომ დააბრუნებინოს ამ მამაკაცს ეს გული თავისთან. მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქმედებით, თუ კი ის ერთიანდება ქრისტეში. და მინდა გითხრათ, რომ მე მარტო ამას სხვის წაკითხულზე და ნასწავლზე არ ვსაუბრობ, მეგობრებო, ამას აბსოლუტურად ჩემი თავის გამოცდილებებზე გიყვებით, ჩემი პირადული გამოცდილებების მიხედვით გიყვებით და ზუსტად ვიცი, რომ ეს 100-ია და ზუსტად ვიცი, რომ 100%-ით ახლა რასაც ვლაპარაკობ, 100%-ით მართალია. როგორც კი ქალბატონი გააცნობიერებს იმას, რომ არავინ არ არის ამ დედამიწის ზურგზე ადამიანი, არც დედა, არც მამა, არც მამაკაცი, არც ქალბატონი, რომელიც შენს გულს გაუფრთხილდება გარდა ერთისა და ეს ერთი არის ქრისტე. როგორ გითხრათ, ქრისტე არ მოვა და არ დაგენახება შენ და არ გეტყვის, რომ აი ახლა მე აქ თუ გავარ და ახლა შენ გულს მოგცემ უკან. არა, მეგობრებო, ქრისტე აბსოლუტურად მოქმედებს უხილავი ძალებით და გაცნობიერებინებს იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დედამიწის ზურგზე, რაც კი არსებობს, არის რწმენა, ის რომ შენ მე დავინახე, ანუ შენ დაინახე ქრისტე და შემდეგ შენი თავი. თუ შენი თავი ვერ შეიყვარე, ვერავინ ვერ შეგიყვარებს. აი დარწმუნებით იცოდეთ ეს განსაკუთრებულად იმ ადამიანებმა, ვინც ბავშვობაში დაზიანებული აღმზრდელობით მეთოდებით მიიღეთ ესე თუ ის პური. ხო? საკვები პური, რომლითაც კვებეს, რომ შენ არ გაქვს უფლება სიტყვის თქმის, შენ არ ხარ სრულფასოვანი, რომ ეხლა ლაპარაკობდი, გესმით? და აქედან მოდის ის, რომ ადამიანს უზიანდება თავისი საკუთარი მეზაღქმა. თუ არ გააცნობიერე შენი მე, ვერავინ გაგაცნობიერებს შენ დედამიწის ზურგზე, რადგან ყველა ადამიანის სარკე ხარ შენ. თუ შენ დამსხვრეული სარკე ხარ,
ადამიანმა რომ ჩაიხედოს შენში, დაინახავს ალბათ იმდენად თავისავს რამდენი ნამსხვრევიც ამ სარკეშია მოთავსებული. თუ შენ ერთი მთლიანი ხარ და ეს ნამსხვრევები გამთლიანებული გაქვს, მაშინ ადამიანი ჩაიხედავს შენში და დაინახავს თავის თავს. ამიტომ მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანს, რომელიც ამ სურათს ხედავს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუტრიალდეს ამ მამაკაცს და არ უნდა უთხრას ეს საზისხარი ნახე რა გაუკეთა. არა, ეს არის მცდარი. აქ არის ქალბატონი დამნაშავე ამ შემთხვევაში. დაზარალებული არის დამნაშავე. ეს რომელიც თავის თავს უკეთებს ასეთ რამეს, რომელიც გაბედავს და თავის გულს მისცემს სხვას. რა უფლებით? რომელი კანონზომიერების მიხედვით, ხო? უკაცრავად. რამე თუ მხოლოდ ერთადერთი კანონზომიერება არსებობს. შენ ხომ არ წაართმევდი ამ მამაკაცს შენს გულს? რომც მოეცა შენ ხომ არ წაიღებდი? ხო და მაშინ შენ რატო აკეთებ ასეთ რამეს? თუ გიყვარს მოყვასი შენი ისე ვითარცა თავი შენი, მაშინ შენ თავს რატო უკეთებ ესეთ რამეს, რასაც სხვას არ გაუკეთებდი, ხო? როგორც კი ეს ქალბატონი ამ შემთხვევაში, ზოგიერთ შემთხვევაში მამაკაცი იქნებოდა ამ ქალის ადგილზე, გააცნობიერებს იმას, რომ სრულფასოვნად მას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს თავისი გული და შეძლებს ამას ქრისტეს მეშვეობით, ისევ და ისევ უპირობო სიყვარულის მეშვეობით. უპირობო სიყვარული ამ შემთხვევაში არ არის ის, რომ შენი გული მიეცი სხვას. ამ შემთხვევაში უპირობო სიყვარული არის ის, რომ მართალია შენ არ გიყვარს შენი თავი ამ შემთხვევაში, აი ამ სურათის მიხედვით, არ გიყვარს შენი თავი. შენ მიეცი მას, გაატანე შენი გული და დააზიანე შენი თავი, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ გაქვს ერთი რაღაცის გაცნობიერების უფლება, რომ შენ გიყვარდეს შენი თავი, სწორედ აი ამ მოქმედებითაც კი. მიუხედავად იმისა, რომ დაარღვიე ღვთიური კანონზომიერება და მიეცი სხვას შენი გული, მიუხედავად იმისა, რომ შენი თავი დააზიანე, მაინც გაძლევს ღმერთი უფლებას, რომ გიყვარდეს შენი თავი. და აი ბატონმა რო თქვა თუ ქალბატონმა, რომ ამ ქალბატონს ორი გული აქვსო, ამ შემთხვევაში შენ გაქვს უფლება, რომ წარმოქმნა შენ თავში სხვა გული, რომელსაც ვერავინ ვეღარ წაგართმევს. და თუ სჭირდებოდა ამ მამაკაცს ეს შენი გული იაროს და კონდეს მას ეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მეორედ ამას აღარ გაუკეთებ შენს თავს. აი იმ სხვა გულს, რომელიც შენ თავში წარმოქმენი, რომელიც ძალაც მოგცა ქრისტემ და რომელიც უკვე შენია და ამას ვეღარავინ წაგართმევს, რომელიც შენი გამოცდილებების არ არის კაცი რომ არ ცოდოს და ცხონდეს მიხედვით გამოიმუშავე, არის ეს ფაქტი, რომ ამ ქალბატონს თავი აღარ ექნება მიტრიალებული სხვისკენ, არამედ მოტრიალებული ექნება თავის გულისკენ და ჩაიხედება იქ, სადაც უკვე მეორე გულია წარმოქმნილი. და ამას აღარაფერში აღარ გაცვლის. რამე თუ როგორც კი ეს ქალბატონი თავს ასწევს ამ გულის მიმართ ყურებიდან და სხვისკენ გაიხედება, მაშინვე იწყება ისევ იგივე პროცესი, მაშინვე მოდის მტაცებელი და მაშინვე გტაცებს გულში ხელს და მაშინვე მიაქვს ეს გული თან. სამწუხაროდ ასე არის მოწყობილი ეს სამყარო, მეგობრებო, სანამ ჩვენ არ გავხდებით ერთი დიდი ვარსკვლავი. გაიხსენეთ, როცა ქრისტე ამბობს, მე ვარ ცისკარი, ხო? ცისკრის ვარსკვლავი. ცისკრის ვარსკვლავის მიხედვით ადამიანი თავის თავში ისევე როგორც მდედრი, ასევე მამრი ენერგიებით ძლიერდება და მას აღარ აქვს ის სურვილი და ან ვნება, რომ ის საჭიროებს ვინმე კიდე სხვას, რომ ის გამთლიანდეს.
როგორც კი ცისკრის ვარსკვლავის მიხედვით, აი ამ ცისკრის ვარსკვლავად გადაიქცევი და გახდები ცისკრის ვარსკვლავის მფლობელი, მაშინვე ხდები ღვთიური. როგორც კი კარგავ ცისკრის ვარსკვლავს და გაიხსენეთ აი ეს მომენტი, არ ვიცი, ხშირად მithქვავს ჩემს ლაიფებში, რომ თამარმა დაკარგა ცისკრის ვარსკვლავი, ხო? მეშვიდე გასაღები ჩააბარა, მეშვიდე ოთახის გასაღები ჩააბარა თავის მსახურს და მეშვიდე ოთახის გასაღებით ამ მსახურმა გააღო ეს კარი და თამარის ცისკრის ვარსკვლავი გაფრინდა. აი ამ თქმულებაში ძალიან დიდი სიბრძნე დევს და ეხლა რაც მოვყევი, ალბათ თქვენ უკვე მიხვდებოდით ამას რა დაკარგა თამარმა. როგორც კი თამარმა დაკარგა თავისი ცისკრის ვარსკვლავი, მაშინვე მოვიდა მტაცებელი და ამოთხლიზა მისი გული. და ამის მიხედვით შემდეგ ყველაფერი უკუღმა დადრიალდა. საქართველოშიც და ყველგან. მანამდე იყო ყველგან მზე და ყველგან ანათებდა მზე, თოვლი არ მოდიოდა. ეს არის სურათ ხატოვნად ასახული ის თქმულება, რაც თამარის აუცილებლად უნდა სცოდნოდა ვინმეს რა გაიარა თამარმა, ხომ? აუცილებლად უნდა სცოდნოდა, ისე ვერ დაწერდა ამას. ხო და მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ როგორც კი თამარი კარგავს თავის ცისკრის ვარსკვლავს, ანუ აღარ იხედება თავის გულისკენ, არამედ იხედება სხვისკენ, მაშინვე სუსტდება და მაშინვე კარგავს ღვთიურ ხელდასმას, ანუ ღვთიურ მადლს. ხო. ამ შემთხვევაში გადავიდეთ ისევ დაზარალებულზე. დაზარალებული, რომელიც ფიქრობს, რომ მის გარეშე მეცხოვრება არ შემიძლია. ხო, აი თქვათ, წაიღო ჩემი გული, მე მას გავატანე და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ვისი გაკვეთილია ეს, ხო? ვისი გაკვეთილია ამ შემთხვევაში? მამაკაცის თუ, აი ეხლა ამ სურათის მიხედვით რომ ვიმშელოთ, მამაკაცის თუ ამ ქალბატონის გაკვეთილი არის ეს, რაც ხდება აქ. ორივეს მეგობრებო. არც ერთი არ არის აქ დაუზარალებელი. ამ შემთხვევაში მამაკაცი, რომელიც გულს ართმევს და მიაქვს, და როდესაც ეს ქალბატონი წარმოქმნის თავის გულს, ხო, მეორე გულს, ამ შემთხვევაში ამ მამაკაცის გული, რომელიც ხელშიც უკავია, რომელიც ხელში უკავია, ხო, კარგავს მის ფუნქციას. და მაშინვე აკლდება რაღაც. ამ შემთხვევაში მამაკაცი დადიოდა ამ ქალის ენერგიით, თუმცა მან არ იცოდა ეს რა. გაუცნობიერებლად, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად აკეთებდა ამას. არ იცოდა ამის შესახებ, გესმის? და უცბად ხელიდან ეცლება ეს გული და რაღაც ეძებს, ამ თავისი გული არ იცის სად არის. და გონია, რომ სხვა ადამიანს თუ არ წაგლიჯა გული, თვითონ ვერ იარსებებს. ვერ აღმოუჩენია ჯერ თავისი გული სად არის, აი ამ მამაკაც რა. და ამ შემთხვევაში ისე რა თქმა უნდა მიდის იმ ქალბატონთან, იმიტომ რომ იმისი გულით დადიოდა და თუ მისი გული ხელიდან გაუქრა, სად წავა თუ არა ისევ იმ ქალბატონთან, ხო? ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მამაკაცებმა პირიქით შეატრიალოთ და უკუღმა იფიქროთ. ეს ქალი მოვა შენთან, იმიტომ რომ წავიდა სადღაც დაეკარგა ეს გული და სად მივა მოსაძებნად ისევ იქ, სადაც იპოვა, ხო? ხო და მიდის ეს მამაკაცი ამ ქალბატონთან. ბრუნდება, აუცილებლად ბრუნდება. ეს დუალური სულების პროცესია და ეს პროცესი არსებობს და ოდითგანვე სულ დასაბამიდან დღემდე არსებობს. მიდის ეს ქალბატონი ამ ქალბატონი არის თუ მამაკაცი ქალბატონთან და უნდა რომ ისევ მოსთხოვოს ეს გული რა, რომ მომეცი ეს გული. სად წაიღე, სად წამართვე, შენ ხო არ გაგიშთი? აქამდე შენი გulis დავდიოდი და ეხლა სად არის? მომეცი ისე. და მინდა გითხრათ, რომ ამ ქალბატონმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიხედოს ამ მამაკაცისკენ. არამედ
უნდა ეცადოს, რომ თავის გულში იყურებოდეს და უყვებოდეს ამ მამაკაცს, სად არის ეს გული. და როგორც კი გააცნობიერებს ეს მამაკაცი, რომ ამ ქალს თავისი გული იმდენად შეუყვარდა, რომ მეც კი არ მაძლევს, აუცილებლად იცოდეთ, რომ ეს მამაკაცი დაიწყებს მიბაძვას და დაიწყებს თავისი გულისკენ ჩახედვას რა. რო ისე მეც ხომ არ მაქვს გული, აბა ნახო, მოვსინჯო. აი ხმა ვიცინი, მაგრამ ეს არის ურთულესი პროცესი, მეგობრებო რა. ამ შემთხვევაში ასწავლის ეს ქალბატონი თავისი მაგალითით ამ მამაკაცს სად უნდა იპოვოს გული. არა სხვაში, არა სხვისკენ, არამედ თავის თავში იპოვოს გული. და მივდივართ ახლა უზენაეს პროცესამდე რა. როგორც კი მამაკაცი მოტრიალდება და თავის თავში ჩაიხედავს, ხედავს ამ ქალს, რომ თავისი გულისკენ იყურება რა, და ამ კაცს ზედაც არ უყურებს, ხო? და დაიწყებს მიბაძვას და დაიწყებს ამ გულში ჩახედვას, ხო? მაშინვე აღმოაჩენს ამ გულს. მაშინვე არა, შეიძლება რაღაც დიდი ხანი დასჭირდეს, მაგრამ აღმოაჩენს, სხვისკენ აღარ გაიხედავს. აღმოაჩენს გულს და აქ უკვე ერთნი არიან ორივე ქრისტეში. ამიტომ იცოდეთ, ჩვენ არ გვაერთიანებს რაღაცა ვიღაცა სხვა. ჩვენ სხვაში, ნახეთ, ერთი ყველაზე დიდი კანონზომიერება, რაც ქრისტემ დატოვა არის ის, რომ შენ არ გჭირდება სხვა. შენ გჭირდება მხოლოდ ერთი რამ, შენი გული. და ამ გულში მე ვზივარ. და როგორც კი შენ ამ გულში ჩაიხედა, ვერავინ კაციშვილი დედამიწის ზურგზე ვეღარ შეძლებს შენი გულის წაღებას. იმიტომ რომ ისიც თავის გულთან მივა. შენ თუ მტკიცედ იქნები ამ გულში, ხო? ისიც აუცილებლად თავის გულთან მივა და ვეღარ კი აღარ წაგგლეჯს. არამედ ის თუ თავის გულში ჩავა, შენ და ის ერთნი იქნებით. იმიტომ რომ იმ გულში მე ვზივარ. აი, აქ ხდება ქრისტეში გაერთიანება, მეგობრებო, და ამიტომ გვაერთიანებს ჩვენ ყველას ქრისტე და მანამდე ჩვენ არ გაგვიცნობიერებია რა არის ქრისტე და სად არის ქრისტე მოთავსებული. მანამდე ჩვენ დავდებთ ყოველთვის სხვას. ვაძლევთ ჩვენს გულებს, არაკანონზომიერად, ამცდარად, აცდენილად ცხოვრობთ რა, არაკანონზომიერად ცხოვრობთ. და ამიტომაც ხდება მერე ამდენი წაგლეჯები, ამდენი გულისტკენები, ამდენი ეს და ჩვენ ყოველთვის ამ გულისტკენას ვეძებთ სხვაში, დანაშაულს ვეძებთ სხვაში და არა ჩვენში. და ყველაზე პირველი დამნაშავეები, ვინც კი არიან საერთოდ ამ დედამიწის ზურგზე თუ კი გული გატკინეს, ვართ ისევ და ისევ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ დავუშვით ეს რომ გული ეტკინა ჩვენთვის ვინმეს. ამიტომ ეს არის ეს პროცესი, რომელიც არის დუალური სულის პროცესი და რომელიც უნდა გადაიზარდოს აუცილებლად ტყუპი სულების პროცესში. აქ არის პროცესი, რომელიც ორივე ადამიანი ჩადის თავის გულში, უერთდება ქრისტეს და აცნობიერებს, რომ ისინი არიან ერთნი. და ის აღარასდროს აღარ მოინდომებს, რომ წაგლიჯოს ვინმეს სხვას გული, იმიტომ რომ თავისი გული გაიცნო. აბა კითხვები თუ გაქვთ? მე მოვრჩიე ჩემი დუალური სულის პროცესის ახსნას. მე მგონი ამას ვეღარაფერს დავამატებთ, მივედით უკვე უზენაეს სიყვარულამდე, ეს არის სიყვარული ღმერთში, შენ თავში, შენს გულში და ეხლა დაველოდებით თქვენს კითხვებს და გავცემ პასუხს. თუ კითხვები გექნებათ, რა თქმა უნდა. ძალიან კარგად ასახული არის ამ სურათზე ეს ყველაფერი. ამ მამაკაც, ამ შემთხვევაში სხვა ქალი იყოს, ხელში უჭერია ჩემოდანი, ძალა, რაღაც სისავსე, შეივსო. აქეთ გული, იქით რაღაც ხელში ჩემოდანია თუ პარკია თუ რაც არის, ხო? ცალხე
ხელცარიელი არ არის ის არ წავიდა და даже რუგზაკიც უკან მოკიდია იმდენი რაღაც წამოიღო ამ ქალისგან მაგრამ არ ეყოფა ეს დიდი ხანი იქამდე ეყოფა სანამ ეს ქალი თავის თავს გაიცნობს და დაუბრუნდება თავის თავს სანამ ქრისტეს არ გაიცნობს ეკა წერს მადლობაო და მადლობა ეკა შენს ყველაზე რთული პროცესი არის ამ შემთხვევაში შენს გულში ჩახედვა და აი ამ გულის ხელმეორედ წარმოქმნა რომელიც ძალაც გაძლევს ძალასაც ქრისტე გაძლევს აი ამ პროცესს გავდივართ მეგობრებო ყველა რეინკარნაციაში სანამ არ მივალთ ბოლოს ცისკრის ვარსკვლავამდე ყველა ინკარნაციაში აბსოლუტურად ყველა წრეზე გავდივართ ამ პროცესს და ეს არის ახლა ჟამი როდესაც უკვე ყველა იაზრებს ამ პროცესს და ამის იქით სხვა ცხოვრება აღარ არსებობს არის ეხლა ამიტომ არის ძალიან ბევრი ისენი ფაქტები გულის ტკივილის იმან იმას უღალატეის ატკინა იმან იმას დანა გაურჭო იმის გამო და იცით რეები ხდება აქ ხდება ერთი დიდი ჯოჯოხეთი სანამ ჩვენ გულამდე მოვტრიალდებით და ჩავიხედავთ ჩვენს გულში სანამ ჩვენ ვისწავლით იმას რომ სხვა არავინ არ არის დამნაშავე ერთადერთი დამნაშავე ამ დედამიწაზე ვართ ჩვენ თუკი ჩვენ გავბედეთ და ჩვენი გული მივეცით სხვას სულ ერთია იქნება ეს დედა მამა შვილი ქმარი შეყვარებული ბაბუა ბებია თუ ვინმე სხვა აბსოლუტურად ამას მნიშვნელობა არ აქვს ამ კაცის ადგილზე შეიძლება იდგეს დედაც და მამაც და ყველა ვინც გულს გადგენს რა აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი ვინც გულს გადგენს დამოკიდებულება არის ეს დამოკიდებული ვხდებით ჩვენ ამ ვითარებაზე რომ ჩვენ სხვას როგორც კი სხვას აძლევს გულსო შენ იმაზე დამოკიდებული ხდები შენ სანამ ამ პროცესს გაივლი რომ მოატრიალო ეს თავი ხო და ჩაიხედო შენს გულში რთულია ეს ყველაფერი გაშორებს აი ამ პროცესს ყველაფერი ცდილობს რომ ეს არ გააკეთო ვიღაცა გეტყვის რომ არა ხო აი ნახე რა კარგი ვინმეა როგორ კარგი ვინმე ნუ რაღაც საინტერესო ის არის რომ აბსოლუტურად სამყარო ისეა მოწყობილი რომ გაცდუნოს გესმით რომ აი შენ დაიჯერო რომ შენ რო ის გული მიეცი იმ ადამიანს შენ მართალი იყავი და შენ საცოდაო და აი რა ცოდო ხარ რომ ესე მოგექცნენ გესმის არ როგორც კი მაგას გეტყვიან იცოდეთ რომ ეს არის საცდური სიტყვები საცოდავი არავინ არ არის იქამდე სანამ არ გააცნობიერებს იმას რომ თავის გულში უნდა ჩაიხედოს რა საცოდავი ხარ მანამდე რომ შენ სხვა რაღაცებში ეძებ გამოსავალს და როგორც კი გეტყვის ვინმე მეგობარო მოდი აქ აბა ჩაიხედე შენს გულში და კითხავს რატო გააკეთე ეს რატო გაბედე და ეს გააკეთე ვინ მოგცა მაგის უფლება შენია ეს გული შენი არ არის ეს გული მეგობრებო ეს გული ეკუთვნის ღმერთს იმან შექმნა ეს გული და შენ კიდე ადექი და ვიღაცას გაატანე ესე მტაცებელ ფრინველს თუ ცხოველს ხო რატო ნუ ვიღაცა იტყვის რომ აი მე მინდოდა მისთვის კარგი გამეკეთებინა მე მინდოდა ის გადამირჩინა ვინ გადაგერჩინა შენ პირველ რიგში რაც გევალება არის შენი თავის გადარჩენა გესმის და შენ კიდე მას მისწირი ვიღაცა სხვას რომ ის გინდოდა რომ გადაგერჩინო ის გინდა რომ გადაარჩინო ვინ გინდა რომ გადაარჩინო თუ შენ ჯერ გადარჩენილი არ ხარ ვერავის ვერ გადაარჩენ კეთი ამბობს ამას გვიან ხვდებით სამწუხაროდ მადლობა თამა ძალიან კარგ და მთავარ თემას შეეხე ხო ნუ მადლობა უფალს რომ ჩვენ გვასწავლის ზუსტად ჩვენი გამოცდილებების მიხედვით ანუ ჩვენ
ჩვენ თუ გამოცდილება არ მივიღეთ, სხვისი მოყოლილიდან ვერ ვსწავლობთ. და მერე ხდება ამის მერე პროცესი რა არის, ნახეთ? ვერც ვერავინ გადაგვარჩენს და აქეთ ჩვენ თავს ვკარგავთ, კი იქეთი. ამის მერე პროცესი არის ეს. როგორც კი შენს გულში იხედები და შენს გულზე ხარ კონცენტრირებული, უკვე მთელი სამყარო დაიწყებს შენს გარშემო შემოკრებას. და შენ უღონდაც გასიამოვნოს შენ რამე, გესმის? ანუ ეხლა ძალიან უყვირთ ხოლმე მაგალითად ჩემს საახლობლოში რა. აი ჩემი მეუღლე ხო? თავს მყვება, რა ვიცი, ძალიან ყველაფერს მიკეთებს. აი თუ კი რამე არსებობს ამ დედამიწაზე, რომ უნდოდეს თავის ადამიანს, თავისი მეუღლისთვის და აკეთებს ყველაფერს, არის ჩემი მეუღლე რა. და ეს უყვირთ ხოლმე ადამიანებს, რომ როგორ ხდება რა, როგორ მოახერხე. ამ პროცესით მოახერხე მეგობრებო რა, ზუსტად ამ პროცესით, რომ მე ჩემს გულს ხო, არავის აღარ გაუნაწილებ, ეს ვიცი რა. არც ჩემს მეუღლეს და არც ჩემს შვილებს. არა. ანუ ის კი არა, რომ მე ისინი არ მიყვარს და რაღაც დონეზე. როგორც კი ხვდები, რომ ისინი უკვე რაღაცას იწყებენ, რომ წამგლიჯონ, აი ეს ჩემი გული წამგლიჯონ, ეგრევე ჩემი გულისკენ მტრიალდები და ჩემ გულში ვიხედები და სულ აი ჟარგონულად ვიტყვი რა, სულ მკიდია ისინი რას იწავენ, მოკვდებიან თუ დაეყრებიან თუ რა, არ მაინტერესებს. ამიტომ გეუბნება ქრისტე, თუ არ დატოვებ შენს ქმარს, შვილს, დედას, მამას, მეუღლეს და იმას ვიღაცებს და არ შემომიტრიალდები მე, შენ ვერ მიხილავ მე. ეს არ არის ეგოიზმი, მეგობრებო რა. ვიღაცამ ეს ეგოიზმად მონათლა, მაგრამ იცოდეთ რა, იმდენი უნდა გასცე, სანამ ვინმე მოინდომებს შენი გულის წაგლეჯას. როგორც კი შენი გულის წაგლეჯას მოინდომებენ, ეგრევე იცოდე, რომ შენს გულისკენ მიიტრიალდი, არ გაატანო არავის. და ამ დროს იწყება მერე შენი პატივისცემა, რომ სამყარო აღგიქვავს შენ თავის თავად და თავის პატივისცემას სწავლობს. მერე აი ძალიან ხშირად გამჩენია ეს კითხვა რა. ღმერთო, რატომ შექმენი ისე, რომ ვინც გვიყვარს, ხო? იმასთან არასდროს არ გამოდის ურთიერთობა. ვინც გვიყვარს, ანუ ვისაც მართლა გულს მივცემდით. იმიტომ რომ ერთადერთი, ვისაც მართლა შენი გული ეკუთვნის, უნდა იყოს უზენაესი ღმერთი, ვინც შეგქმნა. და ჩვენ ეს დაცემულობა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ აი ვიღაცა სხვას ეკუთვნის ჩვენი გული, უკვე მინუს ძალაში მივყავართ მაგას და ამიტომ არის მერე მზისა და მთვარის არსებობის შესახებ დაწერილი ლექსები, რომ ვერ იქნებიან ერთად მთვარე და მზე. როდესაც, ანუ ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, მზემ მიაწოდოს მთვარეს თავისი სხივები. აი მთვარისა და მზის პროცესი არის ზუსტად ეს. რომ მთვარე იღებს სინათლეს მზისგან. მზე კიდევ ღმერთშია გაერთიანებული. მზე არ ასცდა. ანუ ენოქის წიგნის მოვიშველე, ხა მზე და მთვარე არიან ისინი, რომლებიც არ ასცდნენ, არ გასცდნენ და არ გადაუხვიეს ღმერთის სიტყვას. იმიტომ რომ მზე აძლევს მთვარეს თავის სხივებს და მზე მზემ არ გადაუხვია ღმერთის სიტყვას, გესმის? და ამით შეინარჩუნა მთვარე, რომ მთვარეც მას მიეწება. ანუ ნახე, მზე ვერასდროს ვერ მიწვდება მთვარეს, ვერ ჩაეხუტებიან ისინი ერთმანეთს. მაგრამ შეიძლება თავისი სითბო მიაწოდოს მზე მთვარეს და ისე ყავდეს თავისთან ფიქსირებული, გესმის? და თავისი 8 წლოვანი ამ დაახლოება დაშორების ციკლით იურთიერთონ ერთმანეთთან, მაგრამ ისინი ვერასდროს ვერ იქნებიან ერთად. თუ ისინი ერთად იქნებიან, მაშინ ისინი აცდებიან კანონზომიერებას, ანუ უზენაესის სიტყვას.
იმიტომ რომ უზენაესი სანამ არ ითქვის რომ ეხლა მზე და მთვარე ერთად გაერთიანდეს, არ აქვს მზეს უფლება შეუერთდეს მთვარეს და არც მთვარებს აქვს უფლება შეუერთდეს მზეს. ამიტომ არის რომ მზემ გამოიმუშავა ერთადერთი გონი, რომ მან ის იმხელა იმდენად სხივები გაასხივოს და იმხელა გახდეს, რომ მთვარემდე მიაღწიოს მისმა სითბომ, გესმის? და მთვარე კიდე რომელიც აი მინუს ძალაში, აი დუალური სულის პროცესია, მზისა და მთვარის პროცესი. მთვარე რომელიც მინუს ძალაშია, ჯერ კიდევ მზის სხივებით გათბეს და ენერგია მიიღოს, აი წაღებული გულის მეშვეობით. და აი ცისკარი შემოდის ახლა აქ ვენერა შემოდის რა. ეს პლანეტები როგორ ისევ თავის ადგილზე უნდა დაეწყონ, რომ კანონზომიერება აღდგეს, გესმის? ანუ ენოქის ციგნის თანახმად, რომ ყველა პლანეტამ გადაუხვია თავის კანონზომიერებას და ზოგი ვის შეუერთდა და ზოგი ვის შეუერთდა, ხო? ერთადერთი რომელმაც არ გადაუხვია მზე იყო და მთვარესთანაც შეინარჩუნა ეს ურთიერთობა და ეხლა მივდივართ ვენერასთან, ცისკართან, რომელიც ქალბატონმა თამარ შერვაშიძემ აღიქვა როგორც ლუციფერი, ხო? ცისკარი, რომელიც უერთდება, ანუ სიყვარულისა და მშვენიერების პლანეტაა, ეს არის მდედრი პლანეტა, ვენერა, რომელმაც უნდა გააცნობიეროს სიყვარული სად არის და მზეს მიეწებოს, გესმით? ანუ თუ კი ვენერა ჩადგება თავის ადგილზე, თავის კალაპოტში და ისევ უზენაესი სიტყვით დაიწყებს სიარულს თავის ორბიტზე, ხო? მაშინ ჩვენ ეს სიყვარულობანას თამაშები ყველაფერი დაგვილაგდება ისევ თავის ადგილზე დალაგდება, რაც შენში ხდება ის ზეცად ხდება და რაც ზეცად ხდება ის შენში ხდება და ანუ ნახე ორივე მე თუ შევძელი ის რომ ვენერა, ანუ ჩემი გული მზესთან მივაწებო, ხო, თავის ორბიტაზე დავაყენო, მაშინ ვენერა აუცილებლად ჩადგება თავის ორბიტაში. და დაიწყებს ისე უზენაესის სიტყვაზე სიარულს და აღარ გადაცდება იმას, იმიტომ რომ დაცემულმა ანგელოზებმა ისევ ენოქის წიგნს მოვიხსენებ, დაცემულმა ანგელოზებმა მიხვდნენ რა დაუშვეს შეცდომა, მაგრამ მათ ეგონათ რომ ვეღარ დააბრუნებდნენ თავის თავს იმ პოზიციაზე და გარდაიქმნენ ციურ სხეულებად. ესენი იყვნენ აი ყველა ის ჩამოთვლილი პლანეტა, ვისაც ვიცნობთ, რომელსაც ვიცნობთ დღეს და ეს ერთ-ერთი ცისკარი ვენერა, რომელიც თავის ორბიტას უნდა დაუბრუნდეს, ხო? რომელიც შეძლო ქრისტემ და დააბრუნა თავის ორბიტაზე. და ჩვენ თუ გავძლიერდებით ქრისტეში და შევძლებთ ქრისტესნაირად ვიქცეთ, მაშინ ჩვენ ყველანი შევძლებთ, რომ ვენერა თავის ორბიტაზე დავაბრუნოთ. და ვენერა და სატურნი არიან ეხლა ძალიან უმაგრესი პროცესია. ეხლა გავდივართ ისეთ მაგარ პროცესს, ხალხო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა. ამას შეგრძნების დონეზეც მიხვდებოდი. სატურნი და ვენერა არიან ეხლა დაახლოვებული, ისინი ცეკვავენ რა ერთად. ეხლა რა ხდება აქ? აქ ხდება სატურნი არის სიკვდილის პლანეტა და დისციპლინის პლანეტა. სატურნი არის ლუციფერი. ანუ ლუციფერი კი არ არის. სატურნი არის პრინციპში ლუციფერი რა, ესე რომ ვთქვათ და დამსჯელი პლანეტა, ანუ როსჯის მინუს პლანეტა, მოკლედ ერთი სიტყვით ის თავის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ თუ მასში გაიღვიძა სიყვარულმა, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ლუციფერი ავა მამასთან ზეცად. და არა სატანა, მეგობრებო, სატანა კიდე სათანიელი სხვა რაღაცა არის და ეს ლუციფერი სხვა რაღაცა არის. ლუციფერი ცირთ რა არის, ანუ ინი და იანის წარმოიდგინეთ ის სიმბოლო ინი და იანში და ეს სათანიელში რო ზის ლუციფერი. აი სათანიელი არის სიბნელე, მთლიანად ბნელეთი და ლუციფერი არის იმ სიბნელეში ეს ერთი წერტილი სინათლე, რომელიც არის დარჩენილი რა. და ეხლა ვენერა ეს დიდი
დედა, მოკლედ სიყვარულის დედა რა, ვენერა, რომელიც შეცდა და აცდა თავის ორბიტას, პირისპირ ხვდება სათანიელს. და წარმოიდგინეთ აქ რა ბრძოლა გაიმართება, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. აქ ეხლა ვენერა ასწავლის სათანიელს და სათანიელი ასწავლის ვენერას. და თუ რას ასწავლის, ამას გავიგებთ, მეგობრებო, დავინახავთ ჩვენს, როგორც კი ჩვენს საზოგადოებაში დაალაგდება ურთიერთობები, უკვე დავინახავთ, რომ სათანიელი კი არა და ლუციფერისა და ვენერას ურთიერთობები როგორ დაალაგდა. გესმით? თუ ლუციფერი იმარჯვებს ვენერაზე, ესე იგი ამარცხებს ვენერას, მაშინ აუცილებლად მოხდება ტრაგიკული ამბები, რაც არის გულის ტკივილები, რაღაც მკვლელობები და ასე შემდეგ. თუ ვენერა იმარჯვებს ლუციფერს, ანუ თუ ვენერა ასწავლის ლუციფერს, ხო? და ორივე ერთად სათანიელზე გაიმარჯვებენ, მაშინ ყველა გულის ტკენა, რაც კი მომხდარა დღემდე, ჩვენ სოციალურ სფეროში, ამ გულის ტკივილში შემოვა სინათლე. და ყველა გულის ტკივილი აღიგვება. ანუ, ნახეთ, მაგალითად ამ შემთხვევაში, ამ სურათის შემთხვევაში, ეს კაცი დაბრუნდება ამ ქალთან და კითხავს. მომეცი კიდევ გული, ხო? მომეცი გული, საწავიდა, რატო წამართვი? და ეს ქალი რომ ასწავლის ამ მამაკაცს, რომ შენს გულში ჩაიხედე, იქაც გაქვს შენი გული, ეს მამაკაცი ჩაიხედება თავის გულში და დაინახავს, აღმოაჩენს იქ, ლუციფერს აღმოაჩენს სათანიელი, გესმის? ანუ, ნახეთ, თავი თვითონაც რო გული აქვს, იმასაც აღმოაჩენს და ამ გულის გაძლიერება დაიწყება და ამ გულის გადიდება დაიწყება და აქ უკვე წამოვა 15,000 წლოვანი სიბნელე თუ იყო ამ დედამიწაზე გამძვინვარებული, ეხლა უკვე დაიწყება ნელ-ნელა სინათლის წარმოქმნა და გადიდება ამ სინათლის. და აქედან უკვე აი ამ დიდი თეთრი მხარე რო აქვს ამ ინიდაიანს, ხო? ამ სინათლის გადმოღრა ამ სიბნელეში, გესმის? აი, მერე უკვე იმ დიდ თეთრში დაიწყებს ეს პატარა შავი ზრდას, შავი წერტილის ზრდას, ან სათანიელი, რომელიც მომწყდეული ყავს რაღაცა სინათლეს და ის დაიწყებს აქ ზრდას, მაგრამ სამაგიეროდ სათანიელში იზრდება ეს სინათლე, რომელიც მერე გახდება დიდ ერთ მასად. აი ეს პროცესები, მეგობრებო, ამ პროცესებს ვერ გავექცევით, ეს არის ღმერთის უზენაესის კანონზომიერება არის, ეს შექმნილი კანონზომიერება, რომელსაც ვერ გავექცევით. ეს არის ერთი პროცესი, რომელიც ყოველთვის ხდებოდა ამ დედამიწაზე მილიარდობით წლობით და აი ნებისმიერ სივრცეში ხდებოდა ეს პროცესი, რომ ერთი გადმოიღრება მეორეში, მეორე გადაიღრება პირველში, გესმის? და აი ეს მიდგომის ეს რუიანი რო იქნება, აი უსასრულობის სიმბოლო რო არის, იგივე პროცესია. აი ეს ყველაფერი ერთ სიმბოლოებით ყვილად არ წარმოქმნილა რა. სიმბოლოები არის სურათ სახე იმ პროცესებისა, რაც ხდება შინაგანში. ამ შინაგანი პროცესებით ვიზრდებით ჩვენ. გესმით? და თუ ჩვენ ამას დავაიგნორებთ, როგორც დღემდე ვაკეთებდით, ხო? რომ არ არსებობს სიმბოლოები, რაღაც მოგონილი რაღაც შიზოფრენია, იქ ის ეზოთერიკა, იქ ის რაღაცა, იქ ის სატანურია, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვერ გავიგებთ, აბსოლუტურად ვეღარ ჩავწდებით ვერც ერთ პროცესს რა. ვერც ქრისტეს სიტყვებს ვერ გავიგებთ, რა ხდება. იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს ქრისტე რას ლაპარაკობს სრულიად. ანუ ჭეშმარიტი რა არის? ის კი არა რომ ქრისტემ თქვა და მე გავიგო. ანუ პროცესი უნდა აღვიქვა ჩვენ თავში რა ხდება. კი თქვა ქრისტემ ეს, მაგრამ როგორ შევიგრძნო, გავითავისო ეს, ხო უნდა ვიცოდე არა? ყველაფერი უნდა ვიცოდე, ეს რომ გავითავისო და შევიგრძნო. თუ არ ვიცი ყველაფერი, მაშინ ბრმად მივყვები და ღმერთმა თქვა რომ ბრმად არავის არ მიგიღებთ. არ მინდა ბრმები მე. მე მინდა თვალახელილი ხალხი. ცოცხალი ხალხი მჭირდება მე.
გესმის? ვინც იმას, რასაც მე გეუბნებით, თქვენი პირიდან გავიგებ. თქვენ მომიყვებით მე. გესმის? მე კი არ უნდა გიყვებოდეთ სულ თქვენ და როდამდე ვიყო თქვენთან უკეთ რომ მოდგმავ, არამედ თქვენ უნდა მიყვებოდეთ ამას მე. იმიტომ რომ გაიგეთ და გესმით, ესე იგი რახან მიყვებით, ხო? რახან ამ მეხუთე ჩაკრის უნარი გამოიმუშავეთ, ესე იგი ენა ამოატრიალეთ და ენა სიტყვა გამოთქვით, პირისველად იყო სიტყვა. ანუ პირველად იყო სიტყვა და ამის გამოთქმა ხოლმე შეგეძლოს შენ, არა? თუ კი პირველს არ დაუკავშირდით, პირისველს არ დაუკავშირდით, მაშინ ჩვენ ვერ მივახცევთ უზენაეს სამდე. მე მგონი მორჩი ჩემს სიტყვას ახლა და დაგემშვიდობებით. არ ვიცი, მე მგონი დავიცალე, აი რაც უნდა მეთქვა, გითხარით და ახლა ჩემს წინ ვუყურებ ერთ სურათს ბავშვებმა დახატეს, მაგრამ იცით რას ხედავ? ქალს ხედავ, რომელსაც აი ბედნიერად სძინავს რა. ახლა განახებთ მე ამ სურათს. აი ნახეთ რა რამ ბედნიერად სძინავს ამ ქალს. ხედავთ? ამ ქალის სახეს და ხელი უდევს თავზე ესე ყურზე თმებით ჩამოშლილი აქვს ესე გრძლად და ესე ბედნიერად სძინავს. აი ამას ხედავთ, ხო? აი ამ შორიდან უფრო კარგად ჩანს. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით ახლა მე თქვენ და გისურვებთ ბედნიერ დღეს. დამიწერეთ კომენტარებში თქვენს თუ გაქვთ ანალოგიური გამოცდილებები მიღებული და თქვენს თუ ქრისტეში გაძლიერდით, გამთლიანდით ამ მაგალითის ხარჯზე.